როგორ ახთ ხوار მოიწმეთ, იმიტომ რომ თუ მოიწმინეთ, ძალიან მაგარი ამბავი მაქვს თქვენთვის, მოკლედ არ ვიცით გახსოვთ თუ არა ეს ვიდეო, საერთოდ თუ ნანახი გაქვთ თუ არა ეს ვიდეო, მაგრამ აი ამ ვიდეოზე ვამბობ. გამარჯობა მეგობრებო, მოკლედ დღეს მივიდივართ J-Race შეკრებაზე. ხო და მამ საინფორმაციო შეხვედრაზე, რა ინფორმაციაც გავუწევს, მოკლედ მაგის მიხედვით, ამასობაში სუმოს ჩემპიონატიც მოვიდა, მოკლედ სუმოს დროს დადგა და ასევე სუმოსთან ერთად იქნება line follower-ი შეჯიბრი. მოკლედ როვოსმო რა არის ახლა მაგას გეტყვით უცბად და იმასაც გეტყვით უეჭველი რომ მე აუცილებლად ვიღებ მონაწილეობას, ოღონდ ნუ ეს არის ორი კატეგორია, არის მინი და დიდი სუმოები და მე მინიში ვიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ დიდის აწყობას ძალიან ბევრი დრო და ფინანსები უნდა. მოკლედ პირველ რიგში მოკლედ აი ეს დაგჭირდება. ესე იგი ეს არის TDF-ზე წინა ზაფხულში რაც ჩატარდა, ხო გამოვიდოდი მე რობეთშიც და სუმოშიც, აი ამით გამოვიდი მოკლედ და ამით გამოსვლაში პირდაპირ მნიშვნელობით, ანუ ამით, საერთოდ ამით. მოკლედ ეს არის ეს ინპუტის ბაზა, ასე რომ ვთქვათ, რაც არის რკინის კონსტრუქცია. და ანუ ეს ინპუტი რაღაც ტაობაოდან გამოვიწერე, ისე უბრალოდ მე twin დავუწვი, მოკლედ რა უბრალოდ და კონსტრუქციად გამოვიყენე. ხო და წინა წელს არ გამომივიდა, კაი გამოსვა მოკლედ სუმოზე. მაგრამ წელს მინდა რომ კარგად გამოვიდე და თან ანუ რაღაცების ამის დააპდეიტება შეიძლება. მაგალითად აქ უკან ჩამოჭრილს თუ უყურებთ, ესენი მაგალითად მე ჩამოვაჭერე წინა წელს, რომ აი ამისთვის იყო იდეაში, ანუ ეს რომ ემბოც ქონდა მე ასეთი კიდევ უფრო კუდივით წამოწეული და ეს იდეაში რომ აიწევა თუ აიწია ანუ სუმოების მუღამი ეგარი რომ ერთმანეთს ხო ანუ ცხვირებით ეჯახებიან, ნიჩავსაც ეძახიან, ზოგი დანას ეძახის რავი. მოკლედ ცხვირით რა, რომელთაც მაქსიმალურად უნდა შეეცადო იმას, რომ მოწინააღმდეგის ეს ცხვირი ააწევინო, რომ მოჭიდება დააკარგინო, რომ მოჭიდებას თუ დააკარგებინებ, ხო მაგ შემთხვევაში გადაიყვან მოედნიდან. მაგრამ ახლა გამხსნა რომ წესები არ ამახსნა მოკლედ. რეალურად ადამიანების სუმო ხო იცით როგორც არის ორი ადამიანი დგება და ერთმანეთს რომ უნდა გადაიყვანო რინგიდან ეს რინგი არის მრგვალი ხო და წარმოგიდგენთ აი ეს რო არის რინგი ამაზე აქ ერთი რობოტი დადგება აქ მეორე რობოტი დადგება როგორ პოზიციაშიც გინდა და უნდა წავიდეს ეს შენი რობოტი მოწინააღმდეგის რობოტისგან და უნდა გადაიყვანოს ხაზიდან მოკლედ ოღონდ ეს არის წესი რომ თვითონ თუ გადაცდება წააგებს უეჭველი ანუ არც შემთხვევაში არ უნდა გადავიდეს თვითონ მოედნიდან, თორე ყველა რენჯში წაგებულია. თუ ჯერ გადააგდებს მოწინააღმდეგის რობოტს და თვითონ მერე გადავა, მაგ შემთხვევაში უკვე იმის ან უბრალოდ შენი მოგება ითვლება და შენი გადასვლა მერე ანუ აღარ ითვლება ასე ვთქვათ. ხო, ეგ არის მოკლედ simple წესები რა რაც არ მარტივად. აღარ მისაწყობად რა დაგჭირდება? დაგჭირდება მატორები. ამას ჩვეულებრივია ეს პატარა დისიმატორები რო არის რაღაც აი ასეთი აგია და ეს ძალიან სუსტია. ეგ კი არა, ესეც სუსტია, მაგრამ მინისთვის შეიძლება გამოდგეს. და ეს მატორები. ესე იგი, ამ ბაზას ალბათ მე ჩამოვაკლებ, იმიტომ რომ ეს არის რა, ანუ მინი სუმოში რა, რომელშიც გამოდივარ, ხო, მინი სუმოს აქვს თავის ანუ გარდა წესებისა სუმოს აქ კატეგორია რა და კატეგორიაში მინისუმოში გამოხვიდა უნდა იყოს 500 გრამი, მაქსიმალურად 505 გრამი და 10 სანტიმეტრი 10 სანტიმეტრზე. და ბოლო შემოწმების დრო შეიძლება 1 მილიმეტრი გაპატიონ. მაგრამ 10 სანტიმეტრში უნდა ჩაეტიო რა. 10 სანტიმეტრი 10 სანტიმეტრზე და სიმაღლეს მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ სიმაღლეში ანუ სურო გაიფიქრე რომ ყველაფერს სიმაღლეში გაუშვება, ეგრეც არ გამოგია, იმიტომ რომ მე წონაში უნდა ჩაჭიდე 500 გრამი უნდა იყოს. წელს რაც შეცვალეს უბრალოდ ის არის რომ უნდა გემაგროს სტარტერივით, ანუ მოკლედ ამაგრება ამაზე twin-ზე და იქედან მსაჯი აძლევს სიგნალს, როგორც აი ეს პუტები რა, სიგნალსაც იწრავა დაუშვათ რომ განათება რო შევცვალო, ეგეთ მსგავს სიგნალს აძლევს. რომ რობოტები დაიწყოს და წინა წელს ყო რომ შენ თვითონ უნდა ჩააგერთო 5 წამი არ უნდა გამოძრავებულიყო და მე რეიწყებდა და ახლა წელს უკვე ამას მსაჯი აკონტროლებს და მე გპირობთ უფრო უკეთესია. კაი, სანამ გავაგრძელებთ ვიდეოს, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გააქტიუროთ ზარისხილაკი. მოდი ახლა ზუსტად ჩამოყაროთ ასე რომ ვთქვათ, რა დაგჭირდება ასე წყობად. ასე წყობად დაგჭირდება, ესე იგი
ყველა ვარიანტში twinning ამ შემთხვევაში Arduino und ამ ვიდეოში არ ვაწყობ უბრალოდ ეგეც რომ იცოდეთ წინასწარ შეგამოდათ რომ ვიდეოში სუმოს როგორც არ ვაწყობ უბრალოდ თქვენ გიხსნით სუმო რა არის და როგორ შეიძლება რომ აწყოთ სახში მარტივად ესე იდეაში მე რაც სუმო რობოტის ასაწყობად გჭირდება მაგ სახში უბრალოდ არ მაქვს ისეთი რომელიც გამომადგება შეჯიბზე იმიტომ რომ მაგალითად აი ეს Arduino Uno რო გამოიყენო არის საკმაოდ დიდი და Arduino Nano რო გამოიყენო არის ამის ნახევარი ეს შუაზე გადაჭრათ აი ეგ მაგ ხელა არის და ასე რომ ხო ეგ უნდა ვიყიდო მაგალითად ეს მატორები არ მგონია რომ დიდად გამომადგეს და ეგენიც საყიდელი მაქვს ერთადერთი რასაც დიდი ავტომობილით არ შევცვლი არის ბაზა მაგრამ ამ ბაზაზეც კიდე ან უნდა ვიყიდო ან სახში გავაკეთო ეგ არ ვიცი ზუსტად ცხვირი უნდა გავუკეთო ესე იგი დაგვჭირდება twinning Arduino Uno ორი მატორი ანუ შეგიძლიათ 4-თაც გავაკეთოთ ან 6-თაც მაგრამ ორი მატორიც ჯობია ორი მატორიც ეყოფა ეს ორი მატორი და რაც თავარია ახლა სენსორები ესე იგი ეს ყველაზე ნაცნობიალბად ჩემ მაქსიმ რამდენჯერ განახთ არ ვიცი მაგრამ ხო აი ეს სენსორი ყველა ვარიანტში დისტანციის სენსორი და კიდე ერთი სენსორი რომელიც აქ არ მაქვს მაგრამ ეს არის მოკლედ რასაც როგორც line follower სენსორია ეგეთი რა რომ ისეთ სენსორი რომელიც შავს და თეთრს არჩევს IR სენსორს ეძახიან ან რა line follower სენსორი შეგიძლიათ დაზარჯოთ ან თემუზე ან Google-ში და მოკლედ ნახოთ ესე იგი ამ სენსორს უმაგრებთ ცხვირზე დაახლოებით აი ასე თქო ასე აი ასე და ანუ მოკლედ ლოგიკა ამას კოდში რაც უნდა დავწეროთ, ну, არ არის უცნაური თქვა დავწეროთ, შეგიძლიათ ეს დააწერინოთ. ეგ არის რომ ანუ მოკლედ რო დგას ესა რობოტი, მეორე რობოტი ხო უნდა რამენაირად აღმოაჩინეს, იმიტომ რომ ის მეორე რობოტიც რო დაიწყებს, ანუ რო დაიწყებს მოძრაობა, სადღაც ხო წავა ამ რინგის გარშემო. ხო და რო იყო რაღაც გჭირდება რაღაც სენსორი. ამ შემთხვევაში მე პირადად გამოვიყენებ ამ სენსორს. ესე იგი თუ ეს დაიწყებს ტრიალს, ანუ 360-ით დატრიალდება. ხო შეიძლება რომ შესაძლოა 360-ით არ ექვას მის გარშემო რა ხდება. შენ თუ დავუშვათ მივუძებთ რომ აი მეტრზე ნაკლებში რაღაც არის, ამ რინგის დიამეტრი ზუსტად არ მახსოვს, განსხვავებული არის ხოლმე წესით, მაგრამ მოკლედ როგორც იქნება დაახლოებით რინგი, შეიძლება 3 მეტრი მივუძებთ, იმიტომ რომ მაინც იმ რინგის იქეთ დიდი მანძილია, სადაც ხალხი გარშემო არ იქნება საყურა, ანუ იქნებიან უბრალოდ უფრო მოშორებული, ასე რომ სულ მაქსიმუმ მივუძებთ და მაინც დაიწყებს ეს ტრიალს და დავუშვათ თუ კი არის რობოტი აქ მეორე რობოტი აქ როგორც კი დაიწყებს ეს ტრიალს დაინახავს და უნდა წავიდეს მისკენ. შეიძლება კიდევ უბრალოდ ამასობაში ისიც დაინახავს და ერთმანეთს უნდა შეერკინონ ასე რომ ვთქვათ და ვისი ნიჩაბიც უფრო კარგი იქნება, ვისი მატორებიც, ვის წონის გადანაწილებაც ის გადაათრევს მოკლედ. წონის გადანაწილებაში რა ვგულისხმობ, წონა მაქსიმალურად უნდა შეიცვალოთ რომ გადაანაწილოთ წინა ცხვირის ანუ წინა ნაწილში, იმიტომ რომ ვინაიდან რადგანაც რომ ცხვირის აწევა არის დავალება შენი მოწინააღმდეგისთვის, შენ უნდა გააკეთო მაქსიმალურად დამძიმებული ცხვირი და რაც შეიძლება სიმჭადე უკან უბრალოდ ისეც არ უნდა მოხდეს, რომ უკანაც სიმძიმე აღარ გქონდეს, რომ მე თვითონ საბურავებმაც მოჭიდება დაკარგოს. შეიძლება საბურავებს მე როგორც ვიცი სილიკონით ასხამოხავ მოჭიდების გამო უბრალოდ მე არ ჩავმისხი არასდროს არც ვიცი სადმა ჩამოვასხა მაგრამ არ ვიცი მინუსი რამდენად გამოვიყენებ მინუსში იმიტომ რომ ზუსტად მაგათ წონაც არ ვიცი და რაც ვნახე და რაც დავინახე მარტო მეგაში იყენება ხოლმე ეგ ჯერ ზუსტად გადაწყვეტილი არ მაქვს მაგრამ მატორები ვიცი რომ ამაზე ცოტა უფრო ძლიერები დამჭირდება რაც თავარია უნდა ჩავეტიო მაშინ წონაში და დიდად არ მგონია რომ ეს ზომების პრობლემა მქონდეს ესე იგი ამ სენსორს დავუმაგრებთ ცხვირზე და ასევე ცხვირზე იქნება დამაგრებული ცხვირზე უგულისხმობ რაც ანუ მაქსიმალურად ყველაზე წინა ნაწილში ან თუ გინდათ გვერდებიდან არ აქვს მაგას მოკლედ დიდი მნიშვნელობა ყველაზე წინა ნაწილში უნდა მოხდეს რამენერად სენსორი line follower სენსორი ანუ რომ შემთხვევით დაუშვოდეს ხო დაინახე რობოტი მაგრამ რაღაცნაირად მოკლედ ერთმანეთს აცდით რომ რობოტი რო გააგრძელებს მოძრაობას ამ რინგთან რომ მივა აი ამ რინგთან რომ მივა
ringis bolo ხაზთან ხო ანუ აღარ უნდა გადაცდეს ამიტომ მაგ კოდის ლოგიკაში ან იქნება რომ წამოვიდეს დაუშვათ ერთი წამით უკან წამნახევრით უკან და დაიწყოს ისევ ტრიალი და ისევ ანუ აღმოჩენას რო ვთქვათ როგორც დაიწყებს აღმოჩენას მალევე იპოვის როგორც და ისევ იმისგან წავა საკმაოდ მარტივად ჟღერს მაგრამ არც ისე მარტივია ხო კიდე ეს თავჭირდება ოღონ ამ ხელა არა ანუ ეს არის პირდაპირ ამას დასამცობი და უფრო პატარა დრაივერი დრაივერი მქონდა გამოყენებული მაგალითად რამდენიმე ვიდეოს წინ განახეთ ის მანქანა არ იყო რომ არაფერს არ დაგებოდა ეგეთი მოკლედ დრაივერს საკეთებს თუ არის რა გიხსნით ესე იგი უერთებ აქ მატორებს ამატორების ანუ ამატორებს დრაივერზე უერთებ დრაივერს უერთებ twins და მე შეგვიძლია აკონტროლო მოკლედ ეს მოტორები გინდა 4 წასალგი გინდა 2 ერთად როგორც შემოგესურვება ისე und ეს დიდია ძალიან იმიტომ რომ ანუ სულ ეს გამოვიყენო და აქაც კი ამის ნახევარ ადგილს იყენებს იგავებს და ასე რომ ასეთი დამჭირდება არის ბევრად უფრო პატარა სადღაც აი ასე ამხელა რა ხო და ასე რომ დიოთოთ მაგას ვიყიდი ეგაც ვჭირდება ასე რომ არც ეს გამოდის რა მოკლედ მარტივი ასაწყობად მაგრამ რაც იქნება იქნება სანამ გავაგრძელებთ მინდა შეგახსენოთ რომ ამ არხის ხარდამჭერი არის საიტის და აკადემია და აღწერაში დავტოვებ ლინკს და აუცილებლად ნახეთ მათი კურსები მოკლედ ესე იგი მოდი ახლა მე მინდა ჩავტარო ეგეთი ექსპერიმენტი მოდი ვკითხოთ მაგალითად Gemini-ის გამომიწერე უკვე ჯერ არა მიდი გამომიწერე რა არის საჭირო რომ სუმუხ რობოტი ავაწყოთ ესე იგი, ასე გვიპასუხა ელექტრონიკა, ტვინი და სენსორები, მექანიკა, კუნთებია, ანუ იგულისხმება მატორი, ძრავები, მინუსუმოსთვის სტანდარტულია მიკრომეტალ გიარმოტორსიო, კორპუსი და დიზაინიო, მასალა ფოლადი, ალუმინი, მყარი სამიდე პლასტმასიო, წონა სუმოს ლიმიტია 500 გრამი და ენერგიაო, ლიპო ბატარეაო. ესე იგი, ლიპო ბატარეას მეტი დაუთობით არ გამოვიყენებ ეგ ენერგიის თქმა და მოვიწყდა ხო ენერგიისთვის რა ვიცი ალბათ ჩვენებურ 3.7-დან დიდი ლიონის ბატარეები რო არის მაგას გამოვიყენებ ალბათ ჯერ ეგეც არ ვიცი ზუსტად შეიძლება დავუშვათ კრონა გამოვიყენოთ თუ მაგ კრონა მაგრამ არ მგონია კრონას არ მგონია რაღაც ანდაგვარებს გამოვიყენებ მოკლედ ეს რა ხო, მე ეგრევე ვფიქრობ, რომ გამოვიყენებ, მაგრამ ნახოთ არ ვიცი. მე მაგალითად პირადად არ მგონია რომ ლიპო იყოს საჭირო MS-თვის ამ სუმოს მინუსუმოს, იმიტომ რომ თან საერთოდ ლიპოც ავაქარ, მაგრამ მოკლედ წონაც საკმაოდ ბევრი ექნება და რა ვიცი ხო, მგონი რთული იქნება აი ლიპოსთვის რა. ლიპოს კი არ და რობოტისთვის რომ ლიპოს წონის გამო მე რაღაცები შემცირება მომიწევს. აი წინ ცხვირს რას გავუკეთებ ჯერ ეგ არ ვიცი წინ ცხვირს კი არ და საერთოდ ამასაც მოვაჭრი ამ ემის მოჭრა საერთოდ არ მინდა მე მაგრამ დიდაუთობით ემს მოვაჭრი იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოდის ასე ანუ ეს მახსოვს რომ ეტეოდა 10 სანტიმეტრში თუ რაღაც ეგრე შეიძლება დაჟე 15-ში ხო უფრო მგონი 15-ში ну მოკლედ ეს მოიჭრება და რაც შეიძლება ანუ დაუშვათ რომ წარმოიდგინოთ აი ეს აქ მოჭრილი საერთოდ ასე გადაჭრილი და ეს წინ ცხვირი მე ეს ძალიან ქვევით ჩასული დაქანება დაიწყება და მე ეს დაქანების კუთხე შემცირდება ანუ აი ასე რომ წარმოიდგინოთ რა ჯერ ასე იქნება ჩავა და მე ეს დაქანების კუთხე შემცირდება და ეს რაც შეიძლება სწორი და თხელი იქნება და ეს სწორი და თხელი მაქსიმალურად შევა ამ რობოტის მასში წინა ცხვირში და რაც უფრო სწორი და თხელი იქნება უფრო მარტივად ანუ თხელი იქნება მაგრამ ასეთი იმენა სწორი არ უნდა იყოს პატარა დაქანება უნდა გქონდეს და მაგ პატარა დაქანებით ასე რაც უფრო ესა ქვევიდან შევა თუ რომ მარტივად ააწევნებს ამას ცხვირს და დააკარგინებს მოჭიდებას ასევე უნდა შეგახსენოთ რომ ამ კამერთან ხარითაც ვიღებ და ამ ვიდეოებს თქვენ უყურებთ და მე ვიღებ ხო ეგ ვერაფერი ვერ იქნება და რა არის ზუმერი და ძალიან დიდი მადლობა მოკლედ ამისთვის რომ ეს შანსი მოვცეს ესე იგი ეს გორგოვაჭის არანაირ გორგოვაჭს არ გავუკეთებ არც ერთ ვარიანტში იმიტომ რომ მარტო ორი საბურავი და ცხვირი იქნება და ასე დავარდნილი იქნება მაგრამ
ეგ არის მაგის მოამი, როგორ გოჩი თუ ექნება მე ანუ უფრო მარტივი იქნება, რომ გაგწიონ. რაც დაგჭირდებათ კიდე ყველა ვარიანტში წინ მეორე სენსორი რაც ვახსენე, line follower სენსორი, ეგ უნდა იყოს რაც შეიძლება რობოტის წინა ნაწილში, რომ ანუ ამ რინგზე რომ ბრძოლობთ დაუშვათ. Რამენად რომ მოხდეს ისე რომ რობოტს აცდე, მოხდეს კი არა, ხშირად მოხდება და მომხდარა და მოკლედ. ხო, ანუ არ უნდა გადავარდე მიდან რინგიდან, თორე ეგრევე წაგება ჩაგეთვლება ის რაუნდი. და სულ ჯამში სამი რაუნდია მეჩი თუ რომელიმეში ესა ანუ თუ ისე არ წააგე ერთში რომ მე მეორეში მონაწილეობა ვეღარ მიიღო ის თუ ისე არ დაგიზიანდა რობოტი ანუ წინ რაც შეიძლება წინ დამაგებ დავუშვათ ორ სენსორს ორ line follower sensors და როგორც კი ესენი აღიქვამენ დავუშვათ თეთრი რინგი და შავი ხაზი ან პირიქით შავი რინგი და თეთრი ხაზი რომ მიდიხარ როგორც აღიქვამს ეს თეთრ ფერს ეგრევე უნდა წამოვიდეს უკან დაუშვათ შეიძლება უთხრა ლოგიკაში ანუ კოდის ლოგიკა ეგეთია რომ წამოხვიდე ერთი წამით უკან ან თუ მინდა დაწეროთ როტაციით ანუ ამის 5 გადმოტრიალებით არ აქვს მაგას დიდი მნიშვნელობა თავად წამოვიდეს უკან მე რაღაც წამებით დავწერდი წამოდი უკან ერთი წამი და დაიწყე ტრიალი ისე რომ დაიწყებს ტრიალს ისე დაიწყებს აღმოჩენას იპოვის რობოტს და წავა იმისკენ ეგ არის ძირთადი ეს რა მოკლედ მუღამი ჯერ ზუსტად მოკლედ ტერიტორია არ ვიცი და ჯერ ზუსტად ვერგონებიან მაგრამ მალე დააზუსტებენ და უეჭველი მოდით საყურებლად და თუ ამ ვიდეოს მე ახრონდის დავდებ არ ვიცი დღეს არის 9 რეგისტრაციის ბოლო და ზუსტად არ მახსოვს თუ 10 აპრილია მაშინ ესა დაგვიანებული იქნება უკვე რომ დავდებ უკვე დახურული იქნება აპლიკაციის შესავსები მაგრამ თუ 15 ან რაღაც ეგეთი მაშინ ესე იგი მოკლედ მოასწრებ და შეგიძლიათ ცადოთ გარდა სუმოსა როგორც თქვი ჩატარდება line follower-ების შეჯიბრი უბრალოდ ეგ უნდა გაითვალისწინოთ რომ არც ისე მარტივი იქნება line follower-ების შეჯიბრი იმიტომ რომ ხო ანუ მოკლედ რაღაც მარტო 90-იან მოსახვევი და რვიანები არ იქნება საკმაოდ რთული რაღაცები იქნება და ჯერ ზუსტად მეფსაც ანუ ჯერ კი არა და ვერ გვეტყვიან არა აქვთ იდეაში მაგის უფლება რომ წინასწარ მეპი იცოდე საკმაოდ რთული იქნება და დიდი აუთობით ჩქარი line follower-ები იქნებიან დამწყებებს შეიძლება გაგიჭირდეთ ანუ მეც არ გავდივარ მაგაში იმიტომ რომ მეც დამწყები ვარ line follower-ში და სუმოში უფრო ვფიქრობ რომ ჩემი აზრით უფრო მარტივია სუმო ასაწყობად ვიდრე line follower-ი თქო ანუ იდეაში უფრო კოდია მაგრამ ანუ აწყობასაც ძალიან მნიშვნელობა აქვს თან ბევრი სენსორები უნდა გქონდეს თან ჩქარი მოტორი მოკლედ ჩახლართულია ესე იგი მადლობა რომ უყურეთ ვიდეოს გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო ყველა ვარიანტში და გთხოვთ რომ კომენტარები გამოუშვათ ანუ რაც უფრო მეტი კომენტარი დაიწერება მით უფრო მეტად ანუ შევძლებ რომ გავიგო რა მოგწონთ რა არ მოგწონთ შემისწორეთ ბევრი რაღაცა ძალიან კაი რომ რაღაცები დავუშვათ რომ მითხარით რაღაც ქენიოთ ვცდილობ რომ გავითვალისწინო და მოკლედ რაც შეიძლება ბევრი შენიშვნა მომეცით ან რა ვიცი პერჩი შემაქეთ სულ ერთია ესე იგი წავედი მე ხამის 4 საათია აბა ჰეთ აბა 4